იყოს პროექტი. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა დონორ ორგანიზაციებს სამინისტროს მიერ 2013 წელს შესრულებული საქმიანობის შედეგები და მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივებიც. შეხვედრას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ესწრებოდნენ. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ და წელსასწრენად ჩნდება არის სატყეო სექტორი და მისი სატყეო სექტორის რეფორმა ზოგადად. ეს ერთ-ერთი ასევე ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ნარჩენების მართვას და იგივე ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტად ვასახელებთ ხოლმე ყოველთვის კატასტროფების მართვასაც, სწორედ ბუნებრივ კატასტროფებზეა საუბარი. რაც შეეხება შარშან-რაგაკეთს და ამ მიმართულებით, ჩვენ გვაქვს მიდგომა, რომ ერთის რომ მუშაობთ სტრატეგიულ დოკუმენტებზე, რომელიც მოგცემს საშუალებას უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში შევხედოთ ამა თუ იმ სექტორის განვითარებას და მეორე ამის პარალელურად მუშაობთ გადაუდებელ კონკრეტულ ღონისძიებებზე. ეს არის შეხვედრა მხოლოდ გარემოს დაცვით ასპექტებთან დაკავშირებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ საჭიროა საქართველოს ეკონომიკის განვითარება და ამავდროულად ეკოლოგიური ასპექტების დაცვა, მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ორი საკითხი დასაბალანსებელია, ასე რომ ეკოლოგიის დაცვამ ეკონომიკა არ უნდა დააზარალოს, ან პირიქით, რადგან 20 წლის შემდეგ მძიმე შედეგები არ მივიღოთ.